მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო. Welcome Gamma MMA კონფერენცია live-შია. მე დიდი სიამოვნებით წარგიდგენთ მეოთხე Gamma MMA შეჯიბრს, სადაც 8 საერთაშორისო ბრძოლა შედგება. მე მგონი აპლოდისმენტების ღირსია ეს, მეგობრებო, რას თვლით? მე მოხარული ვარ, რომ წარგიდგინოთ ჩვენი ხვალინდელი ბრძოლების co-main და main წყვილები. სანამ წარდგენას დავიწყებდე წყვილების, მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მხარს უჭერთ ჩვენს ორგანიზაციას, რომელის სახელიცაა Gamma. უღრმესი მადლობა Gamma-s მაყურებელს, უღრმესი მადლობა თქვენ ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იზიარებთ საღამოს. უღრმესი მადლობა ჩვენს online მაყურებელს, ვინც Gamma FC.TV-ზე online გვიყურებს ჩვენ. შეგახსენებთ, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ პასუხი და თქვენი კითხვა დააფიქსიროთ ჩვენს online chat-ში და ყველაზე საინტერესო კითხვებს ავარჩევთ და აქ გავაჟღერებთ. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა მოუხადოთ ჩვენს YouTube მაყურებელს. ჩვენ 130,000-იან ციფრი გადავლახეთ უკვე, 135,000 უკაკუნებთ. აი ამდენი გვაკლია. ამიტომ გთხოვთ, აქვე დააპაუზეთ და თუ მოგწონთ ის საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომელსაც ბრძოლა ეწოდება, დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დღემდე თუ არ გაქვს გამოწერილი და აუცილებლად გაგვიზიარე შენი აზრი, თუნდაც კრიტიკული კომენტარებში. მეგობრებო, მზად ვართ! მაშასე. მე დიდი სიამოვნებით მინდა წარგიდგინოთ პირველი წყვილი. დღევანდელი საღამოს პირველი წყვილი, თუმცა co-main event-ია. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორივე მებრძოლს კარგად ვიცნობთ და ჩემთვის საინტერესოა ეს ბრძოლა უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ეთნიკურად ორივე მებრძოლი აზერბაიჯანელია და პირველი მათგანი საქართველოს წარმომადგენელი პეიმან ჰაციევ, მეგობრებო, აპლოდისმენტები გთხოვთ. და პეიმანთან რინგს გაიზიარებს თქვენთვის უკვე ცნობილი და სერიოზული განაცხადი გააკეთა ჩვენს ორგანიზაციაში ამ კაცმა, იუსიფ კასიმოვი, მეგობრებო. უპირველეს ყოვლისა მინდა მე პეიმანს მივცე სიტყვა და მოვისმინოთ იმის შესახებ, თუ რა გეგმა აქვს ხვალ მას და როგორ აპირებს ამ ბრძოლაში მოგების მოპოვებას. მოგესალმებით ყველას, ჩვენ მაყურებლებს და ასევე ყველა სპორტსმენებს წარმატებებს გისურვებთ. ჩემი გეგმა არის, რა თქმა უნდა, პატივისცემ ჩემ მოწინააღმდეგეს, მაგარი მებრძოლია, ჭიდაობს დგომშიც, არ ვერ ვეტყოდი ახლა მაგარია დგომში, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველანაირად მზად ვარ ჭიდაობაშიც, სტოიკიც, ყველანაირად, ანუ ჩემი გეგმა ის არის, რომ შანსი არ არის, რომ მაგის შანსი მივცე, რომ რასაც გეგმავს ჩემთვის, მოგებისთვის რაც გეგმავს, ვერანაირად ვერ ეძავს იმ საქმეს და ხვალ უფრო ძალიან კარგი სანახაობა ბრძოლას ნახავთ, ანუ მაგარ ნაკაუტს ნახავთ. მე თვითონაც კარგად ეცოდინება და ყველამ კარგად იცის, რომ მე წამიყვარს ნაკაუტი და ახლა ხვალინდელ ნაკაუტს ვაპირებ, მაგარი ნაკაუტს მაგასთან ჩხუბზე. შესანიშნავი, პეიმან, ხო იცი რომ ნოკაუტი, საბმიშენი და ზოგადად საღამოს ბრძოლა დამატებით თანხით ჯილდოვდება, ამიტომ ისეთი ნოკაუტი თუ იქნება, რომ საბონუსად ჩავთვლით, დამატებითი ბონუსი გელით, ყველა მებრძოლს, ვინც საბონუსად იჩხუბებს
დაასაბმიტებს ან დაანოკაუტებს მეტოქეს. რა სიტყვით მეგობრებო? ბონუსები კაია? ხო და დაუკარით ტაში მე რა გჭირთ. კეთილი. Иосиф переведете или Иосиф Пейман, я спросил его, какие у него планы, как он собирается завтра побеждать. И если вкратце пересказать, он говорит, что все прекрасно знают, что Пейман ориентируется во всех своих боях на нокаут, и завтра он собирается сделать красочный нокаут. И, как он нам обещал, он знает ваш план на завтрашний бой, и он уверен, что он не сработает. Что ответите на это? Вот к микрофону можете, если... Yusuf deməli deyir ki, bildiyin kimi Peyman əl-ayaq vuruşandır və döyüşü nokautla başa vurmaq istəyir də və bilir ki, sən necə üslubda vuruşursan, deyir, bunu necə dəyərləndirirsən, yəni nə fikirləşirsən bu ilə bağlı? Salamlayıram mən sizə ilk öncə. Mən də bilirəm Peyman nə stildə döyüşür. Yəqin ki, Peyman da izləyib mənim döyüşlərimi. Ola bilir mən hansı stildə döyüşürəm. Mənim üçün fərqi yoxdur. Mən həmin stoyka vuruşuram. Ötən turnirdə də demişdim. Həmin stoyka vuruşuram, həmin parter vuruşuram və mən işimi bilirəm və mən heç kim saxlaya bilmir. Mən öz işimi görürəm və yekunlaşdırıram. Harada udobnutsa orada da döyüşü saxlayıram və belə. Он говорит, всех приветствую. Он говорит то, что он знает, что он хороший ударник, но он готов ко всем аспектам. И в прошлом бою то же самое. То есть он и в стойке показал зрелищный бой, и в партере. То есть он во всех этажах готов подраться и показать зрелищный красивый бой и выиграть. შესანიშნავი. Პეიმან, მე შენთან ვარ კიდევ ერთი კითხვით. ნუ ძნელი იყო რომ არ შეგემჩნია იუსიფის გამძლეობა. იმიტომ რომ ძალიან, რეალურად ძალიან ძნელი სიტუაციიდან გამოძრა, საიდანაც ბევრი მებრძოლი, პროფ მებრძოლიც კი ვერ გამოძვრებოდა. როგორ აფასებ ამ გამძლეობას და გარკვეულ ყურადღებას თუ უთმობ აი უშუალოდ ამ მომენტის გადალახვას? რა თქმა უნდა, კი, ნახე, თან ვიცი რომ გამძლე მებრძოლია, ან მაგისი წინაბრძოლა ვნახე ზურაბ ფირცხელიანთან და აქედან კიდევ წარმატებებს ვისურვებ ზურაბ ფირცხელიანს. გამძლე ჭუბი იყო, რაც ვნახე, მაგარი ბრძოლა იყო, მაგრამ ეს ისე იყო, რომ რავი, ჩემი აზრით წინაბრძოლა მაგას ძაგებული ჰქონდა ფირცხელიანთან, მაგრამ რა თქმა უნდა, გამძლეობით მოიგო. ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მაგაზე გამძლე მებრძოლიც მინახია და მიჩხუბია თანაც ვინც მიცნობს ახლა აქ ყველა ბევრმა ციციც ის ვებრძოლე წინა წლებში. რავი, ჩემი აზრით რო შევადარო ისეთი საშიში ბრძოლა არ არის, საშიში მოწინააღმდეგე არ არის ჩემთვის. მაგრამ ვაფასებ მაგის გამძლეობას. ახლა ჭიდაობასაც, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ბრძოლა ყველა თავის გეგმას აქ იძახის. ჩემი გეგმა უკვე უთხარი. ვნახავთ რა. ვნახავთ, მაგრამ მაგაზე გამძლეს ვარ და მაგაზე ტექნიკურაც ვარ, რა თქმა უნდა. ვნახავთ ახლა ხვალ მაგის გეგმები დასრულდება ჩემი. რომ გადაუთარგმნოთ თუ შეგიძლიათ რომ მეტოქეს გადაუთარგმნოთ.
Yusuf Türkçe anlıyorsunuz değil mi? Tamam. Şimdi Peyman diyor ki rakibimi tabii en güzel. Rakibim çok güçlü. Geçen yaptığı maçı da izlemiş. Maçtan dolayı diyor ki kardiyosu ve sağlam duruşunu beğendi. Ama %100 galibiyet kendisi alacak, kazanacak. Ve bundan çok emin. Kendi düşünüyor ki saygım var, respekt veriyorum ama benim için çok basit bir dövüş olacak diyor. Anladım abi. Biz de zaten Türk'üz ve Peyman da Türk'tü. Ben bir defa dövüşün birinde demiştim ki Türklerle hiç çok dövüşmeyeceğim. Sadece idmandı, sporttu, olur böyle şeyler. Öz milletimle dövüşmeyi sevmiyorum çünkü. Ama Peyman bu dövüşü qəbul edib, fərq eləməz. Biz burada rəqibi. Mən düşünürəm ki, mən girdiyim bütün döyüşlərin hamısına qələbə üçün girirəm və qələbə üçün hazırlaşıram. Güclü qalib gəlsin. Yəni öz millətimdə çox da nəsə demək istəmirəm. Güclü qalib gəlsin. კი ბატონო, როგორც ერთ-ერთს ისე წარმოვადგენ ჩვენ თურქები ვართ, პეიმანიც თურქი არის, მეც თურქი ვარ. ეს სპორტია, სპორტული წინააღმდეგობა გვაქვს ერთმანეთში. მე ყველა ბრძოლას მოგებისთვის გავდივარ და ამ ბრძოლასაც მოგებით დავასრულებ. წარმატებები. მეც წარმატებებს ვუსურვებ, რა თქმა უნდა, ახლა იძახის თურქი ვართ რა. მეც აქ საქართველოში კი არა საზღვარგარეთ, მეც მიჩხუბია ახლა ჩემი ერს მებრძოლებს, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ პირველი არის ჩემთვის სამშობლო, დროშა, ვინც კიდე ის იყო. კიდე აზერი ვიყოთ, ორივენი კიდე ქართველი ვიყოთ, თუ ბრძოლა არის, თუ დროშა არის, სიტყვა უკვე ყველაფერი აქ დასრულებულია. რა თქმა უნდა, ერთი ერის მებრძოლები ვართ, მაგრამ ის ასახელებს აზერბაიჯანს. რა თქმა უნდა, ახლა აზერბაიჯანს აქედან მივესალმები მეც, მაგრამ ჩემი სამშობლო არის საქართველო და ვასახელებ საქართველოს, ვამაყობს, რომ ქართველი აზერბაიჯანელი ვარ. და პატივისცემისთვის მადლობას გიხდი ჰორმატგაჯურა საყოველო იოსიფ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბევრი მიჩხუბია, ბევრი მებრძოლია აზერებთან და თურქებთან, მაგრამ ჩემთვის მთავარი ბრძოლაა, რა თქმა უნდა და ჩემი დროსის აფრიალება. Saygı için teşekkür ederim. Evet, şimdi söylüyorsunuz, Yusuf söylüyor ki ikimiz de Türk'üz. Ama şu an ben çok dövüş yaptım Gürcistan adına. Ben şu an tamam Azeri olabilirim ama şu an benim için bayrak, Gürcü bayrak altında dövüş bir gurur ve Gürcü olarak dövüşüyorum. Saygılar. Aydındır, fərq eləməz. Yəni deyirəm, bu sportdur, idmandır. Gürcüstan, Azərbaycan, Türkiyə fərq eləməz. Hər kəsən öz yaşadığı yeri təmsil edir və buradakı idmançılara da mən uğurlar arzulayıram və güclü qalib gəlsin demək istəyirəm. Vəbşi Peymanla mən çox danışmaq istəmirəm, çünki mən bura gəlmişəm Kəmərdalıca. Kəməri hazırlamağımı istəyirəm. Mən kəmər aparacam buradan inşallah. Onun üçün gəlmişəm bura. Yəni uduzmaq üçün gəlməmişəm. კი ბატონო, სპორტია, სადაც ცხოვრობს იმ ქვეყანას წარმოადგენს. Პეიმანთან დაკავშირებით ბევრი საუბარი არ მინდა, აქ მოვედი ქამრისთვის, ქამრის მოსაპოვებლად, მაესტრო ქამარი გაამზადე, ქამარი ჩემია. კეთილი. ჯერ საქამრე ბრძოლა არ არის მაყურებელი, რომ ასე ვთქვათ, არ მოვატყუოთ. თუმცა, როგორც ჩვენი გეგმით არის ჩვენ ვაპირებთ რომ ჩამოვაყალიბოთ რეიტინგები იმდაგვარად როგორც მუშტიკრივში გვაქვს რეიტინგები უბრალოდ არ ვთვლით რომ სანამ მებრძოლი გარკვეულ გზას არ გაივლის რომ ეგრევე პირველი და მეორე ბრძოლაში არ მიგვაჩნია ლოგიკური ქამრის გათამაშება თუმცა ყველა რაღაც ისტორიას რომ გააკეთებს გამაში ბრძოლებით რომ გაიკაფავს გზას მერე უკვე დიდი ალბათობით უკვე იანვარი-თებერვლიდან არის შანსი რომ ჩამოვაყალიბოთ რეიტინგებიც და ქამრების გათამაშებებიც დავიწყოთ. რა სიტყვით? გინდათ ქამარი თუ არა?
მიმახვედრეთ. კეთილი. შესანიშნავი, მეგობრებო, მოდით კითხვები თუ გვაქვს პეიმანის და იუსიფის მიმართ დავიმახსოვროთ, შევინარჩუნოთ ეს კითხვები, უბრალოდ მინდა რომ ყველა წყვილი წარგიდგინოთ, გაგაცნოთ და მერე სიამოვნებით გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. გადავიდეთ მეორე comain event-ზე ხვალინდელი საღამოსი და მე მინდა წარგიდგინოთ მებრძოლი უზბეკეთიდან ბაგრატ ჟუმაბაევ. აპლოდისმენტები. და ბაგრატისთან რინგს გაიზიარებს გიორგი გოგუჭური. უპირველეს ყოვლისა ბაგრატს მინდა შეკითხვა დაუსვა, გთხოვთ თარჯიმანი რომ დაგვეხმაროს და მიკროფონთან მოვიდეს რომ არ დავკარგოთ დრო. რუსულად დაუსვა? კითხვა? აი გიგა სად არის? Багдад, извини, пожалуйста. Работает? Отлично. Добро пожаловать в Грузию. С приездом. Хотел у вас поинтересоваться, каков настрой на завтрашний бой, насколько хорошо вы готовы и какого зрелища нам, зрителям, ждать от вашего завтрашнего выступления? В коротком месте приняли бой. Бой будет хороший. Может досрочно, может совместно будет. На всю объект мы готовы. Хоть бороться, хоть биться. Будем до конца. Спасибо всем. Спасибо, Багдад. Такой вопрос. У вас... Можете рассказать про свою базу? И, то есть у вас больше борцовская база или наоборот вы ориентированы на ударную технику? Я базовый борец, я дзюдоист. Будем бороться. Как положение будет, так и будем бороться. Всех объектов готовы мы. Отлично. Багдад. Вы наверняка видели бой вашего соперника Георгия Гогучури. И вот как он в последнем бою показал свою борцовскую технику, на мою оценку, она была достаточно на высоком уровне, учитывая, что соперник у него тоже был базовый грэплер. Как вы оцените с вашей точки зрения, будучи борцом, его борцовскую технику? Борцовскую технику, можно сказать, средний. Последний бой видели, да, хороший бой показал. Достаточно, ну как завтра покажем, не словами, а делами хочу показать свой стиль, свою борьбу, свой бой. გიორგი, შენთან გადმოვალ კითხვებით, ანუ არ ვიცი, როგორც მახსოვს რუსული არ იცი შენ, ამიტომ ნებამომეცი გადაგითარგმნი, ანუ მე დავინტერესდი, ვინაიდან ბოლო ბრძოლაში საკმაოდ ბევრი ჭიდაობა ვნახეთ შენს შესრულებაში და ჩემი შეფასებით საკმაოდ მაღალი დონის იყო, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ შენი მეტოქეც ბაზით გრეპლერი იყო. შენს ახლანდელი მეტოქეს ბაგდადს ვკითხე, თუ რამდენად კარგად აფასებს შენ ჭიდაობის სკილებს. მან თქვა, რომ საშუალოდ ვაფასებო, ვინაიდან თვითონ არის ბაზით მოჭიდავე, ძიუდოისტი და ხვალ საქმით ვაჩვენებო, რომ მზად ვარო და მათ შორის ჭიდაობის დონესაც შეგვიძლია რომ გვაჩვენებს. რას ფიქრობ ამის შესახებ და რამ შეგიძლია რომ პასუხად დაუბრუნო? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები გამასმაყურებელს. მომზადება იდეალურად გაუიარე. გადავხედე მის ბრძოლებსაც, გამძლეები არის დგომშიც, პარტერშიც. პატივს ვცემ ყველა ჩემს მოწინააღმდეგეს, პირადული არავისთან არაფერი არ მაქვს გასაყოფი. ერთადერთი გასაყოფი რაც არის ოქტაგონზე გამარჯვებაა და მაგ გამარჯვებას არავის არ გაუყოფ რა.
როგორც ფიქრობ საშუალოდ რო აფასებს ჩემს ჭიდაობას ჩემი წინამეტოქეც ეგრე აფასებდა საშუალოდ მაგრამ იმედები გაუცრუვდა რა და ხვალ მასაც გაუცრუებ ამ იმედებს Багдад, я передал ваши слова Георгию и также поинтересовался у него. Соответственно, Георгий ответ таков, что он готов прекрасно к этому бою, еще лучше, чем к предыдущему. И он вспомнил прошлого соперника, который также средне оценил его борцовские навыки, но Георгий сказал, что ему пришлось разочаровать соперника. И более того, у него нету ничего личного, никакого личного интереса, только спортивный. И он готов всем делиться со своими соперниками, кроме победы, потому что победа будет его. Что скажете на этот счет? Георгий, ему только уважение, больше ничего. Завтра день придет, завтра ему покажем, как мы готовы на все. Посмотрим, время покажет. Отлично. Ეთილი. მეგობრებო, გადავიდეთ მოდით შემდეგ წვილზე. ჩვენს ხვალინდელი ბრძოლების მთავარ ბრძოლაზე, main event-ზე, სადაც კიუმარ სტორაბი დაუპირისპირდება ზურა ფირცხელიანს. აპლოდისმენტები გთხოვთ. You will help us with translation. Could you take the microphone, please? Gilmars, I would like to ask you about your preparation, how your camp went, and how are you prepared for tomorrow's fight, and what kind of performance can you show us tomorrow? اول اینکه بهت سلام میکنه بعد میگه که خوش اومدی به گرجستان بعد اینکه در مورد پلنت و برنامه‌ت برای فایت ازت میپرسه. درود عرض میکنم خدمت همه حضار و اینکه انشالله که بتونیم فردا شب فایت خوبی ارائه بدیم و همین دیگه. Hello to Georgia and all people in stadium and I'm ready to good show to tomorrow. I know that you had little problems with weight cut. Yeah, it was pretty. It didn't went like lightly. So could you tell us a few words about how it was, why it was a bit difficult, and will it affect on his tomorrow's performance? میگه که ما متوجه شدیم با کم کردن وزنت مشکل داشتی. دلیلش چی بود؟ چرا آماده نبودی؟ نتونستی درست وزنت رو تنظیم کنی؟ خب من تاریخ مسابقه را اشتباه متوجه شده بودم و به خاطر همین نتونستم تا آخر رژیممو کامل کنم و عذرخواهی میکنم. He told me I'm think 25 November is event. I'm ready for 25 and 3 days before fight I understand about good date 22 November and I can't make my weight. I'm sorry for this. მცირე დარღვევით ჩააბარა კიუმარს მაწონა, თუმცა როგორც ვიმედოვნებთ ეს დარღვევა ბრძოლის სურათზე არ აისახება. გადავალ კიუმარსის მეტოქესთან, ზურა ფირცხელიანთან. გამარჯობა ზურა.
მოგესალმებით ყველას, გამასმაყურებელს პირველ რიგში და ჩემ გულშემატკივრებს. რაც შეეხება ჩემ ხვალინდელ ბრძოლას, მზად ვარ ყველა ასპექტში, მოვემზადე როგორც ჭიდაობაში, ასევე დგომში და გამძლეობაში, რა თქმა უნდა, რაც ბოლო ჩხუბზე დამაკლა. ზური, ეხლა როგორ აღიდგინე, ვინაიდან ჩვენ ვიდეო რომელმაც გამას პროდაქშენმა შემოგთავაზა, იქ საუბრობდი რომ აღდგენა მარჩაიარა კარგად. ეხლა მართალი გითხრა რომ გიყურებ ცოტა დაღლილი თვალები გაქვს და როგორ გზნობ თავს, რამდენად კარგად მიდის აღდგენა და როგორ შეუდგები რა მზადყოფნაში იქნები ხვალინდელ ბრძოლისთვის. რა თქმა უნდა, წინა ივენთი იყო განსხვავებული, იმიტომ რომ ჩემ წონაში არ ვიბრძოდი და გამომდინარე იქიდან აღდგენაც არ წავიდა ისე როგორც ველოდებოდი, ინტერვიუშიც ეგ თქვი ზუსტად, მაგრამ ეხა სხვანაირადაა ყველაფერი, წონა აღვიდგინე კარგად, ენერგიაზეც ვარ და იმ სანახაობისთვის მზად ვარ, რომელსაც ხვალე შემოგთავაზებთ. შესანიშნავი. კიუმარსთან დაბრუნდები კითხვებით. კიუმარს, what do you think? How do you plan to win? Is your main tactics wrestling and grappling or striking? کیومرس اول من حرفای زورابو بهت بگم. زوراب گفت که من فایتر 70 کیلو بودم، اولین باره که 77 کیلو میخوام مبارزه کنم و اینکه تو همه قسمت‌های مبارزه آماده مبارزه هستم. بعد اون دوستمون پرسید ازت که چه پلنی داری؟ میخوای باش گرپلینگ کنی، کشتی بگیری، بوکس کنی؟ پلنت چیه برای مبارزه؟ خب اول از این که بگم که اشتباه کردی اومدی 77 کیلو. از نظر من همین الان انصراف بده، چون من هم کشتی خوبی دارم، هم گراپلینگ خوبی دارم و خیلی هم جنگنده هستم و آماده. He tell to Zurab, you can cancel this fight. This is 77. I'm welterweight. This is not lightweight. You can cancel now. ზურაბ, აბა რავი, რა სიტყვი? ჩაშლი ამ ბრძოლას, როგორც შემოგთავაზა კიუმარს. მე როგორც დილას ჩემმა მატჩმეიკერმა მითხრა, რომ ორგანიზატორებმა მითხრეს უფრო სწორად, რომ მან წონა ვერ ჩააბარა და იყო 1 კილოთი მეტი, მე რა თქმა უნდა ამაზე საერთოდ რეაქციაც არ მქონია, იმიტომ რომ მაგას უფრო მე ვთვლი, რომ სპორტსმენი პროფესიონალიზმით გამოხატავს იმ ყველაფერს, რომ წონა უნდა ჩააბაროს და შესაბამისი წონით უნდა წარსდგეს სასწორზე. ხოლო რაც შეეხება კიუმარსის ნათქვამს, რომ მე შემიძლია ეხავე ვარი უთქვა არ არსებობს, მე ჩხუბზე არასდროს არ მithქვია ვარი და არ აქვს მნიშვნელობა ვინ შემოვა ჩემთან რინგზე, მე ყოველთვის მზად ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა ასპექტში ჩემი მეტოქე გავანადგურო. میگه که من به خاطر همون 1 کیلو 200 گرمت میتونستم فایتو کنسل کنم، ولی من آماده این مبارزه ام و مبارزه رو برای همین کنسل نکردم. حالا منتظر باش که فردا بهت نشون بدم. من بابت این وزنی که زیاد آوردم از تو معذرت خواهی میکنم و ازت میخوام که I'm sorry for 1 kilogram, 1.2 kilogram more of my weight. بهش بگو سرتو بذار کم فروشی نکن، میکشمه. I see you tomorrow in the cage. შესანიშნავი. თუ რამე გაქვს საპასუხოდ სათქმელი, ეხლა ვიხელთოთ მომენტი. არაფერი, იგივეს ვეტყვი მეც, რომ ხვალ შევხვდებით რინგზე და გაირკვევა ყველაფერი კარგად. შესანიშნავი. კარგით, მეგობრებო, მოდით აბა გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. Now is the time for question and answer.
So please, our visitor, please ask them. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, ხვალინდე ბრძოლებში. გიო, შენთან მექნება ესეთი შეკითხვა. ზედიზე მეორე ივენთზე ბრუნდები, შენი პირველი ბრძოლიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირა გასული და რამ გამოიწვია შენი ესეთი აქტიურობა, რო გითხრა ორი სიტყვით? ჩემთვის პრობლემა არა. თავარი რაც მიჭირს ხოლმე წონის კლება არა და დამეხმარა ორგანიზაცია, რომ შეთანხმებულ წონაში მებრძოლა. ეს ბრძოლა აუიღე რა, რაც უფრო მეც ვიჩხუბებ ჩემი კარიერისთვის და ჩემი მომავალი ნაბიჯებისთვის უკეთესია რა. მოდი აქვე შენ პირველ ბრძოლაზე კითხავ, მოგვეყევი შენ პირველ ბრძოლაზე, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი პერფორმანსით და რა ცვლილებები შეიტანე უშუალოდ ამ ბრძოლაში მომზადების პერიოდში? ჩემი წინა ბრძოლიდან ჩემი თავის მიმართ ყოველთვის ისე ვარ ხოლმე განწყობილი რა. მეტი შემეძლო, ჩემი მაქსიმალური არ მიჩვენებია. ერთი კიდე რაც მინდა რომ ვთქვა, ჩემი ბაზა არც ჭიდაობა არ არის, არ მიულია არასდროს ჭიდაობაზე. სისხლში მოქვს რა, ქართველებიდან გამომდინარე, კუთხიდან ორ საიდანაც ზურავზვია და ორია. კარგად გამომდის ჭიდაობა, მაგრამ დგომში ჩხუბიც მიყვარს რა და გონია რომ ხვალ ცოტა ხანი დგომში შემოთავაზებს ჩემი მოწინააღმდეგე. ძალიან კარგი და მოდი ერთსაც კითხავ, ანუ ხვალინდელი გამარჯვების შემთხვევაში შენ ორგანიზაციაში უკვე ზედიზედ ორი გამარჯვება გექნება, რაც შენ კარგად იცი და თქვა კიდევაც გიომ ორგანიზატორმა რომ მალე კამრებიც შემოვა ორგანიზაციაში და შენ ერთ-ერთ პრეტენდენტად გაქცევს კამრისთვის ბრძოლაში. სწორედ კამარია შენი მიზეზი აქ ბრძოლისთვის თუ ეს უბრალოდ შენი ფორმაში ყოფნიდანაა გამომდინარე შენი ესეთი აქტიურობა? ჩემი ფორმაში ყოფნის დამსახურებაც არის კემპს გავდივარ უკვე ძალიან დიდი ხანია. კამრისთვისაც მზად ვარ ყოველთვის, რაც არ უნდა შემოთავაზოს ორგანიზაციამ, უარს ჩხუბზე არ ვიტყვი არასდროს და შესაძლებლობაზე. მგონია რომ კამრისთვის ჩხუბი ჯერ ადრეა, და რომ მინდა რამდენიმე ბრძოლა ჩავატარო კიდე რა. ძალიან კარგი, ჩემგან სულ ეს იყო, გამარჯვებას გისურვებ ხვალინდე ბრძოლაში. გამარჯობა, ჰაჯიევთანმა კითხვა. როგორ ჩაიარა შენ მომზადებამ, როგორ შეაფასებდი შენ ფორმას? გამარჯობა. კარგად ჩაიარა მომზადება. ყველანაირად მზად ვარ. კარგად ვგრძნობ ჩემ თავს. არც ერთი ისე გინდა ყველანაირად ვარ რა. კარგად და კარგად ვგრძნობ ჩემ თავს. გინდა ჯიდაობაში, გინდა გამწლეობაზე და გინდა დგომში ჩხუბი, ყველანაირად ვიჩხუბებ მაგას. ღირსეულად. გინდა მიჭიდავოს, თუ მიჭიდავებს, ვიჭიდავებ, თუ მიჩხუბებს, ვიჩხუბებ. არ არის ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ კარგი მოძრაობებსაც მინახია და მიბრძოლია და კარგი დგომში მაშხურებსაც. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კარგად ჩაიარა, კიდევ ერთხელ გეუბნებით მომზადება და ვეცდები ღირსეულად ვანახოთ ბრძოლა. მადლობა. წონაზე რა სიტყვია? წონის ჩაბარება რატო გაგიჭირდა? რაღაცა პრობლემებიდან გამომდინარე ცოტა გვიან დავიწყე წონის კლება და 2 დღეში მომიწია 6 კილოს დაკლება. 2 დღეში არა, დღენახევარში უფრო სწორად 6 კილო და საუნაში მომიწია ბევრად დგომა და რაღაც მაგიტო ბოლო კილო უკვე ძალიან გამიჭირდა და ცუდად გავხდი მაგიტო. მაგრამ როგორც გავიგე, ჩემ მოწინააღმდეგესაც ვერ ჩააპარა, ნახევარი კილო მაგასაც ედმეგდი ქონდა, ვერ ჩააბარა და ნახევარი კილო მე მქონდა. მადლობას ვუხდით ჩვენ მენეჯერს. შევთანხმდით რა, იგივე წონები ვართ რა თქმა უნდა. და აი წონის კლების მერე აღდგენა მოასწარი? კი.
აღდგენა მოვასწარი და კარგად ვგრძნობ ჩემთვის. აღდგენაც კარგად გაიარა. უკვე ხვალამდე უფრო კარგად და უფრო აქტიურად, როგორ გითხრათ, უფრო წლიერ ვიქნები. მაგრამ დღეს რაც ავიდგენი, უფრო კარგად ვგრძნობ ჩემთვის. მაგრამ მადლობა. მოგესალმებით ყველას. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო ხვალინდელ ორთად ბრძოლებში. შეკითხვა მაქვს ზურისთან. მეორე ბრძოლა გამაში და მეორე main event-ი. რას ნიშნავს ეს შენთვის, რომ ორივე event-ზე headliner-ი ხარ, ასე ვთქვათ? რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, როდესაც მთავარ ბრძოლაში იბრძვი და headliner-ი ხარ event-ის და მაგის გამო უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი მოგების ჟინი და უფრო საბრძოლო განწყობილება გაქვს გულში რა. მეტოქის შესახებ გითხარი, რამდენად კარგად შეისწავლე ის? ჩემი მეტოქი შევისწავლე, როგორც თავის დგომის ჭხუბი, ასევე ჭიდაობაც და ვფიქრობ, რომ ვერც ერთ ასპექტში ვერ მჯობია რა. მადლობა, წარმატებები. გაიხარ. ტორაბისთან მექნება შეკითხვა. მაინტერესებს როგორი შეგრძნება უცხო ქვეყანაში main card-ზე მთავარ ბრძოლაში ესეთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა. میگه که چندمین بارته که مین کارتی و چندمین بارته که تو گرجستان مبارزه میکنی. چندمین باره که مین کارتی مبارزه اصلی هستی. خب من اولین باره که مبارزه اصلی هستم و دفعه دومه که داخل گرجستان فایت میکنم. اینی که مین کارت هستی خوشحالی یا نه برات مهم نیست؟ این که بازی اصلی هستم خوشحالم و لطف شما رو میرسونه. მზად ვარ და ეს ჩემთვის დამატებითი мотиваციაა და ამიტომ მზად ვარ რომ ეს main card-ი უცხო ქვეყანაში დამაჯერებლად ვიბრძოლო. ასევე მაინტერესებს ზოგადად რას ფიქრობს ის ესე კონკრეტულად თავის მეტოქეზე, ზურაზე, ის ნახავდა ალბათ მის ბრძოლებს და მან კარგად იცის რომ ზურა ქართულ MMA-ის ერთ-ერთი ვარსკვლავია და რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით, რო გითხრას ორიოდე სიტყვა თავისი გეგმის შესახებ და ხომ არ გეგმავს ამ ბრძოლაში ფინიშით გამარჯვებაზეც ეგეც მაინტერესებს. اینی که میدونی زورا حریفت خیلی تو این کشور نسبت به این چه حسی داری و چی فکر میکنی در موردش و اینکه چه پلنی داری برای مبارزه دوست داریم در مورد پلنت بدونیم. من اصلا به این اهمیت نمیدم که حریفم چقدر معروفیت داره و داخل کشور خودش چه اسم و اعتباری داره. فردا تو قفس صدمو میذارم و آماده یه نبرد خونین باشی. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ზური არის თუ არა პოპულარული ან არის თუ არა საქართველოში ამომავალი ვარსკვლავი მე მზად ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ხვალ მას 100% დავაფინიშებ. ეთილი კიდე თუ არის კითხვები გთხოვთ. კასიმოვთან მაქვს კითხვა. 70 კილოგრამიდან ჩამოხვედი 66-ში. რატო გადაწყვიტე ამის გაკეთება და ზოგადად შენი ოპტიმალური წონა რა არის? sen kilo değiştirdin, aşağı kiloya indin. Amacın ne?
Amacım iki çəkinçisində də çempion olmaqdır. Burada həm 66, həm 70-in kəmərini aparacağım Azərbaycana. მიზანი ჩემი 62 წონით კატეგორიაში გამარჯვება არის, ჩემპიონობა და ქამრის აღება არის ამ 2 წონით კატეგორიაში. Bir də mən həm 66 vuruşmuşam, həm də 70. İki çəkim mənim üçün rahatdır. Mesela 77 də vuruşaram. ჩემთვის 2 წონაში ჩხუბი არ არის პრობლემა, 66-70 მისაღებია, თუ საჭირო გახდა 77-შიც ვიჩხუბებ. არის კიდე კითხვები? კეთილი. მოდი კითხვები თუ აღარ არის, გვაქვს? არა? კითხვები თუ აღარ არის, მაშინ მცირე ტექნიკური პაუზა, ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ხვალ ლაივში შეგიძლიათ GAMA-FC.TV-ზე ყურება ივენთის, თუმცა ვისაც არ გაქვთ სურვილი რომ ლაივში უყუროთ, YouTube-ზეც გამოვა ვიდეო ორშაბათს. ხოლო ახლა კი მცირე ტექნიკური პაუზა, სულ რაღაც 5 წუთი და დავიწყებთ face to face-ის ცერემონიას. გიბრუნდებით ჩვენი ოფიციალური face to face-ის ცერემონიით. GAMA face to face აქ არის, გთხოვთ აპლოდისმენტები. მაშასე ჩვენ წარგიდგენთ 8 წყვილს სხვადასხვა წონით კატეგორიაში და პირველი მათგანი მინდა ვიხმო. მაშასე Merulo Atobekov. წონითი კატეგორია 61 კილოგრამამდე. Merulo დაუპირისპირდება Azimbek Mamadbekov. აპლოდისმენტებით მივესალმოთ მებრძოლებს. შემდეგი წყვილი. წონითი კატეგორია 57 კილოგრამამდე. და მე ვიხმობ ნოდარ ხოტენაშვილი. ნოდარისთან ოქტაგონს გაიზიარებს ტურხან ჯავადოვ. აპლოდისმენტები დაუთმოთ მებრძოლებს. შემდეგი წყვილი. ბრძოლა ჩატარდება 77 წონით კატეგორიაში. და მე ვიხმობ პირველ მებრძოლს ნაილ აზიზოვ. ნაილის მეტოქეა ნიკა ნიკოლაშვილი. შემდეგი წყვილი იჩხუბებს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველი მათგანი ფახრიდინ ხოშიმჯონავ. ფახრიდინთან რინგს გაიზიარებს ბაჩუკი ჭანტურია. აპლოდისმენტები დაუთმოთ ბიჭებს. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ისინი.
შემდეგი ბრძოლა ჩატარდება იგივე არა, ბოდიშით 77 წონით კატეგორიაში. და მე ვიხმევ პირველ მებრძოლს ბაბურ უნირბაევ. და ბაბურის მეტოქეა ბექა ღაჭავა. აპლოდისმენტები დაუთმოთ მებრძოლებს. და გადავიდეთ co-main event-ებზე. მაშასე ბრძოლა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი მებრძოლი პეიმან ჰაჩიევ. პეიმანის მეტოქე გამას მაყურებლისთვის უკვე ცნობილი იუსიფ კასიმოვ. სერიოზულ ბრძოლის მოლოდინში ვარ მე პირადად. მაშასე კიდევ ერთხელ პეიმან ჰაჩიევ, იუსიფ კასიმოვ. არ გამოტოვოთ ხვალ ბატონებო და ქალბატონებო. ეთილი. შემდეგი co-main event-ი, რომელიც ჩატარდება 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი მებრძოლი ბაგდად ჟუმაბაევ. ბაგდატის მოწინააღმდეგე გიორგი გოგუჭური. აპლოდისმენტები. და თქვენს წინაშეა main event-ი მეგობრებო. მაშასე მებრძოლი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიუმარს ტორაბი. და კიუმარსის მეტოქე ზურა ვირცხელიანი. აპლოდისმენტები მეგობრებო. შესანიშნავი. მაშასე მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ოფიციალური face to face-ის ცერემონია. მე დიდი მოლოდინით გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ 7 საათზე ჩვენი კარი გაიღება გამა fight hall-ი გელით ყველას, ვისაც გიყვართ ასეთი სანახაობა, რომელსაც ქვია ბრძოლა, ჩხუბი, ტრახი, ეს აიწევა ხვალ აქ გამა fight hall-ში 7 საათზე მეგობრებო. გამა MMA Force Edition გელით ხვალ.